თითქმის 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა გიორგი ზაბახიძე საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზთან და ამ 3 საათის განმავლობაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული სასამართლოს ხდომათა დარბაზთან. ბუნებრივია, პირველების გადამღები ჯგუფი ველოდებოდით გიორგი ზაბახიძეს, რომ დაგვესვა მისთვის კითხვები, გვაინტერესებდა, ქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ცრუ მოწმედ იყენებს, რადგან ოქროს მოწმედ იყო სწორედ 11 სინდისის პატიმრის საქმეზე ის წარდგენილი სასამართლოს ხდომათა დარბაზში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ძალოვანმა უწყებამ უდიდესი სპეცოპერაცია ჩაატარა იმისთვის, რომ ჩვენ გიორგი ზაბახიძესთან კითხვების დასმა ვერ შეგვძლებოდა, არ მივახლოვებოდით მოწმეს, ჯერ ქურთუკი გამოუცვალეს გიორგი ზაბახიძეს, მას შემდეგ რაც გამოვიდა საქალაქო სასამართლოდან, შემდეგ ქუდი დააფარეს და 50-მდე პოლიციელი იცავდა ჩვენი კითხვებისგან. არც ერთი სიტყვას ხდომის დატოვების შემდეგ პოლიციელს ჩვენთვის არ უთქვამს, თუმცა ჩვენ გვაინტერესებდა, აქვს თუ არა გაცნობიერებული, რომ მისი ჩვენებით შესაძლოა ბევრი ადამიანი ბევრი წლით ციხეში გაუშვას. ბატონ გიორგი, ისე გეშინიათ კითხვების, რომ ქურთუკი შეიცვალეთ, ქუდი დაიფარეთ. პრეტენზია არ გაქვთ ბატონო გიორგი 11 სინდისის პატიმრის მიმართ, ხელი ვერავის ვერ დაარდებს და კითხვას გისვამთ და გამეცით სინდისის პატიმრობის მიმართ პრეტენზია არ გაქვთ. პასუხისმგებლობა სამართალ სიტყვას როგორ ხსნით? ცრუ მოწმეობა თქვენთვის სამარცხინო არ არის? ვერაფერს ვერ იხსენებდით, ვერც ის დაგინახავთ პროვოკატორები იყო თუ არა აქციაზე, ვერც ის დაგინახავთ ვინგესროლა თქვა. ბატონ გიორგი, გამეცით კითხვა. ვინმეს ადებთ ხელს? თქვენს გამო ადამიანები ციხეში რომ უნდა გავდეთ. მოჭიდაო, მოატრიალე. ერთი წამი, რას მეჭიდავები? არავინ არ გეჭიდავება. არ ცხენიათ ერთ მოწმეს 50 პოლიციელი, ერთი ჟურნალისტისგან რომ იცავთ? ეს ქურთუკი უნდა გადასცეთ ახლა ბატონ გიორგის. ასე ცხენიათ თქვენი სიტყვების? ასე რომ ინიღბებით და იმალებით? ესე გეუხერხულებათ. 3 საათიანი გამოკითხვის შემდეგ დაცვის მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროკურატურის მოწმემ დღეს ჩვენება სინდისის პატიმრების სასარგებლოდ მისცა. ადვოკატები ძალიან მკაფიოდ განმარტავენ, რომ მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ გიორგი ზაბახიძემ დღეს სასამართლოს სიმართლე მოუთხრო, თუმცა დარწმუნებულები არიან იმაში, რომ გიორგი ზაბახიძეს იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცრუ მოწმედ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დღეს მოწმემ არც ერთ ბრალდებულს არ დაადო ხელი, ვერ თქვა ვინ მიაყენა მას დაზიანება, ვერ თქვა ვერც ის, რომ ქონდა ინფორმაცია ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით, მან პირიქით მკაფიოდ განმარტა, რომ არაფერი არ გაუგია, არაფერი არ დაუნახავს, რომ ვინმე რაიმეს არ ორგანიზებდა ძალადობას და ისიც განმარტა, რომ არც ეთერებით არ მოусმენია, რომ ორგანიზებულ ძალადობას ქონდა ადგილი. მნიშვნელოვანი გახდათ ის, რომ მოწმე, რომელიც დღეს დარბაზში გამოცხადდა, მას არ მოусმენია, რომ ვინმე აორგანიზებდა რაიმე სახის ძალადობას, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ის უშუალოდ ჩემი დაცვის ყოფს არ იცნობდა, არ უნახავს, ვერ ამოუცნია, შესაბამისად ვერც მის მიმართ პრეტენზია ვერ ექნებოდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ბრალდების მხარეს აქვს ძალიან სერიოზული ამოცანა იმისთვის, რომ სასამართლოს დაარწმუნოს, რომ ადამიანები რომლებიც საბრალდებო სკამზე ზიან დაორგანიზეს ძალადობა. ბრალდების მოწმე დღეს პირიქით დაცვის მხარის სასარგებლოდ აღვიქვით ჩვენ, რადგანაც მან ვერ გამორიცხა, რომ მისი დამზიანებელი შეიძლებოდა ყოფილიყო პროვოკატორი. შესაბამისად არის უკვე დაშვება მისი მხრიდან, რომ შავ ფორმაში ჩაცმული, რომელზეც ირაკლი შაიშმელაშვილი, ბატონი ირაკლი შაიშმელაშვილი საუბრობს თავის ინტერვიუში, რომ აზიანებდნენ ამა თუ იმ ინფრასტრუქტურას თუ სპეცაზმისა და პოლიციის თანამშრომლებს, დაშვების დონეზე უკვე გვაქვს მოცემულობა, როდესაც თავად ბრალდების მოწმე აღნიშნულთან დაკავშირებით პირდაპირ საუბრობს და გვაქვს პირდაპირ კავშირი მოწმეებთან მიმართებით, რომ არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება სინდისის პატიმრების მიმართ არ აქვთ წარმოდგენილი. წარმოადგენენ დოკუმენტაციას. ანუ როდის აქვს მიღებული, როდის არის დაფიქსირებული ეს ტრავმა, იყო თუ არა თურქეთში, რა კლინიკაში იყო, დასკვნა იყოს, ყველაფერი იყოს აბსოლუტურად დოკუმენტურად იყოს დასაბუთებული ყველაფერი. და მოყვანა ესეთი დაზარალებული, რომელიც არაფერს არ იძლევა აბსოლუტურად, ხელს ვერავის ვერ ადებს.
იძახის რომ მე არავინ არ მახსოვს, მე არავინ არ ვიცი. ეს არის წყლის ნაღვა, აბსოლუტურად. 28-ში მიღებული ტრავმა არანაირად არ ესადაგება ამ საქმეს. გრძელდება ის რაც გრძელდება, ეს არ არის სასამართლო. მოვდივართ ყოველ დღე, კი არა როცა არის სასამართლო, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ, რამდენად უსუსურია ეს ყველაფერი და რამდენად უსუსურ პროცესთან გვაქვს საქმე, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ეს ძალიან მაგრა, ამის იმედი მაქვს და ყველაფერი კარგად იქნება. 11 სინდისის პატიმრის საქმე 15 მარტს გაგრძელდება. სასამართლოში დაიკითხებიან კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები, ისევ პოლიციელებს მოიყვან სახელმწიფო ბრალდება სწორედ სასამართლო პროცესზე. ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ დღევანდელი მოწმის მსგავსად სხვა მოწმეებიც ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან სასამართლოს, რაც შესაძლოა ბრალდებამ სასარგებლოდ გამოიყენოს, რადგან როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, არანაირი მტკიცებულება სინდისის პატიმრების საქმეზე არ არსებობს.